პარლამენტში გენერალურ პროკურორს მოусმინეს. გიორგი გვარაკიძემ დეპუტატებს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. ილაპარაკა უწყების მთავარ პრიორიტეტებზე. მოხსენების შემდეგ გენერალურმა პროკურორმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც. ნინო არღულიანი გვერდდება პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. გენერალური პროკურორის ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებით დასრულდა. განცხადების დროს გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა მთავარი აქცენტი ისევ ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეული გახარიას საქმეებზე გაამახვილეს ნაცვლად რიგითი ადამიანების საქმეებისა თუ პრობლემებისა. დღეს გიორგი გახარიას თანაგუნდელებს პასუხი მმართველი გუნდის წევრებმა საპარლამენტო ტრიბუნიდანვე დაუბრუნეს, როგორც ჩორჩანაში ჩადგმულ საგუშაგოზე, ასევე 20 ივნისის მოვლენებზე, სადაც გიორგი გახარიას საპოლიციო ღონისძიებებისას დარღვევები სტრასბურგის სასამართლომაც დაუდგინა. რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, მმართველი გუნდი ამბობს, რომ პროკურატურის ეფექტიან საქმიანობაზე სტატისტიკა ყველაზე კარგად მეტყველებს, მათ შორის ის, რომ თუკი 2010 წლამდე გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0.1% იყო, 2025 წელს 17%-ია. ევროპულმა სასამართლომ კაფეოდ დაადგინა ფაქტი, რომ გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუწია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოქალაქეთა მიმართ დაიწყეს არალეტალური იარაღიდან რეზინის ტყვიების გამოყენება, რაც ცნობილი გახდა გიორგი გახარიასთვის. შესაბამისად, დაგვისახელეთ ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი გახარიამ ვინმეს ჯანმრთელობის დაზიანება დააორგანიზა. დადებითად შესაძლებელია, რომ სასამართლომ 17% შემთხვევაში არ დაეთანხმა პროკურატურას და არ იქნა გამოყენებული პატიმრობა აღკვეთი ღონისძიების სახით. ასევე მისასალმებელია საპროცესო შეთანხმებათა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 86.5%, რომელიც ხაზს უსვამს პროკურატურის დამოკიდებულებას ბრალდებულთა მიმართ. კერძოდ, თანამშრომლობის, დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემთხვევაში პროკურატურა ორიენტირებულია დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და ჰუმანურ მიდგომებზე. საქართველოს წინააღმდეგ 2025 წლის მონაცემებით სტრასბურგის სასამართლოში 194 საქმეა. გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად საქართველოს ამ აჩვენებლით წინ უსწრებს 29 სახელმწიფოს, მათ შორის 19 ევროკავშირის წევრ ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას გამამართლებელი განაჩენების რაოდენობას, რომელიც 2008, 2009, 2011 წლებში სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც არსებითად იქნა განხილული სასამართლო პროცესებზე, გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა იყო 0.1%. 0.1%. ხოლო 2025 წლის მონაცემებით იმ საქმეთა რაოდენობა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობა, რომელიც სასამართლოში არსებითად იქნა განხილული, 17%-ია გამამართლებელი განაჩენი. თუ არ დაგაკმაყოფილებთ გადაწყვეტილება, გაგაგრძელეთ დავა სტრასბურგის სასამართლოში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვა ამ ქვეყნის ავის მოსურნეები, რომლებიც სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის, ადმინისტრაციული საქმეების, სამოქალაქო საქმეების პოლიტიზირებას ცდილობდნენ, რომ დამარცხდნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე დამარცხდებით თქვენს. მნიშვნელოვანი არის სისხლის სამართლის პოლიტიკაში პროკურატურის ძალიან კაფეო პრაქტიკა, ამავე დროს სპეციფიურად ასევე ორიენტირებული დანაშაულების გამოვლენა და დასჯაზე. ის ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდში არის სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს კორუფციული დანაშაულები თუ სხვა სახის ორგანიზებული დანაშაულები, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ქვეყანაში მარცხეს რიგის გაძლიერებისთვის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ მინდა ამისთვის პირადად თქვენს მოადგილეებს და მთლიანად პროკურატურის შემადგენლობას მადლობა გადაგიხადოთ. პოლიტიკურ განცხადებამდე კი იყო მკითხვა-პასუხის რეჟიმი, რა დროსაც გიორგი გახარიას თანაგუნდელების მთავარი ინტერესი ისევ ლიდერის საქმეები იყო. დღეს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ცდილობდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში არ შესულიყო, თუმცა გახარიას თანაგუნდელებისთვის ლიდერისთვის წარდგენილი ბრალის შეხსენება მაინც მოუწია და ამ კონტექსტში თქვა, რომ გამოძიებით გინდება, რომ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა
მინისტრმა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც საოკუპაციო ძალების კონტროლ ქვეშ მოექცა 1 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ტერიტორია. დღეს გიორგი გახარიას თანაგუნდელებს პასუხობდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეც. თქვენ ხართ საქართველოს პირველი გენერალური პროკურორი, ვინც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ნარატივით და ბრალდებებით აღძარით სისხლის სამართლის საქმე. ისეთ ადამიანებზე, ვინც საქართველოს ძირძველი ისტორიული ტერიტორია დაიცვა საოკუპაციო რეჟიმისგან. მე პოლიტიკურ დებატებში თქვენთან ვერ შემოვალ ვერც ერთ შემთხვევაში და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმე არის ორივე და ამაზე ვსაუბრობთ და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი სადაც მიმდინარეობს იქ უნდა გადავიტანოთ. მე მაშინ მოსამართლე უნდა ვიყო, ჩაქუჩი კი მაქვს და მაშინ მე მოსამართლეს როლი უნდა ვითამაშო და გადავწყვიტოთ მაშინ პარლამენტის დარბაზში და გამოვიტანოთ განაჩენები. აი ესე არის, ამიტომ არის ეს შეზღუდვა და არასწორი, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის საქმეების შინაარსზე საუბარი. თუ 10 ადამიანი ერთი სტრუქტურის წარმომადგენელი ჩადის დანაშაულს, მაშინ მათი ხელმძღვანელ პირზე თუ არის ეჭვი, რომ შესაძლოა ისიც იყოს დამნაშავემეთ. კიდე თქვენ ამაზე მიპასუხეთ, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა სამართლებრივად არ არსებობს, რაშიც მე გეთანხმებით. თქვენ გაქვთ ადამიანისთვის ბრალი წაყენებული და ბრალის დადგენილებაში პირდაპირ გიწერიათ, რომ დანაშაული, რომელიც მოხდა, ამ დანაშაულის ჩადენის ქმედებაზე ამ კონკრეტულ ადამიანს ბრძანება არ გაუწია. ამ შემთხვევაში ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. განსხვავება იმაში მდგომარეობს ამ ორ შემთხვევაში. გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება და დაავალა კონკრეტულ პირებს კონკრეტული ქმედების განხორციელება. რამაც გამოიწვია ის შედეგები, რაც დადგა. ხოლო გორის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება, რომ ხელმძღვანელის დავალებით ვინმეს სცემდა. მინდა კითხოთ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ეს მოლოდინი ქონდა ჩვენს მოქალაქეებს სტატისტიკის დონეზე, რამდენი ადამიანისთვის მოხდა ქონების დაბრუნება. კომისიამ გააცოცხლა ძალიან ბევრი ადამიანის ტკივილი და გააცოცხლა იმ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე, რომლითაც ის ექცეოდა საკუთარ მოქალაქეებს. უბრალოდ მინდა რომ ზოგადად ცოტა მეტი ყურადღება იყოს ამ ადამიანების მიმართ და მეტი გაკეთდეს მათი უფლებების აღდგენა. ქონების ჩამორთმევა, უკანონო ჩამორთმევის 221 შემთხვევა იყო. რაზეც 133 მოხელე იქნა სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემული. ასევე დევნა დაიწყო 39 პირის მიმართ, დაზარალებულად ცნობილი იქნა 497 პირი, საიდანაც 340 პირს დაუბრუნდა ჩამორთმეული ქონები. ის არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ამ დეპარტამენტმა ამ მისი მუშაობის განმავლობაში ესე რომ ვთქვათ დააგროვა. როდესაც ასეთი მასშტაბის დარღვევებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ძალადობაზე, სისტემურ ძალადობაზე საუბარი გასულია 2 წელი, დაკავებულია მხოლოდ 5 პირი და ამაზე თulis რომ ციფრები არაფერს ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არ არის. მე ვეთანხმები, რა თქმა უნდა, იმას რომ დაირღვა იქ ადამიანის უფლებები. ამას რომ არ ვეთანხმებოდეთ და რომ არ იყოს ეგ ესე რომ ვთქვათ აღიარებული ფაქტი ჩვენს მიერ, ჩვენ არც სამართლის პასუხისმგებლობაში არ ვიცოდით პირებს. თქვენს მიერ ანგარიში მოყვანილი ფაქტები მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ საქართველოში არის სისტემური პოლიტიკური კორუფცია. სისტემური კორუფცია ნიშნავს იმას, როცა დავალებული აქვს ხელმძღვანელს და ჩაშლილია, რომ ყველამ რაღაცა უნდა გააფუჭოს. ჩვენს მიერ გამოძიებული საქმეების და იმ შედეგების, ხელშესახების შედეგების მიხედვით ჩანს, რომ ინდივიდუალურად ადამიანებმა ჩაიდინეს ინდივიდუალური კონკრეტული დანაშაულები. აქედან გამომდინარე მარტივად მოკლედ ვიტყვი, რომ ეს არ არის სისტემური დანაშაული. გენერალური პროკურორის ანგარიშის განხილვა დღეს 10-ის ნახევარზე გაერთიანებული კომიტეტების ხდომაზე დაიწყო და 7 საათის შემდეგ სესიაზე დასრულდა.